ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის აღიარების პრობლემა საქართველოში პირველად დადგა. აქამდე ეს არასდროს არ გამხდარა სადაო, მაგრამ გაყალბებული არჩევნების შემდგომ ივანიშვილის დელეგაციას აღიარების პრობლემა შეექმნა, იმიტომ რომ არჩევნები გაყალბდა, იმიტომ რომ ძალადობა იქნა გამოყენებული მანიფესტანტების მიმართ და საქართველოს სახელმწიფოს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს დემოკრატიული სახელმწიფოს კუთხით. ამ მიზეზების გამო შემუშავებული იქნა ვრცელი ანგარიში, რომელიც ეფუძნებოდა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას, რომელიც ეფუძნებოდა საქართველოში გაყალბებულ არჩევნებს და ამ ყველაფრის გამო პირობითად იქნა დაშვებული ივანიშვილის დელეგაცია აპრილამდე და მათ მიეცათ პირობები რომ ესე ვთქვათ გამოასწორონ, ჩაატარონ დანიშნონ ახალი არჩევნები, მათ მიეცათ პირობა იმასთან დაკავშირებით, რომ გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები, მათ მიეცათ პირობა, რომ შეწყვიტონ ძალადობა და იძულებითი ღონისძიებების გამოყენება როგორც მანიფესტანტების, ასევე ჟურნალისტების და სხვა პირების მიმართ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მანამ სანამ ეს პირობები შესრულდება, ივანიშვილის დელეგაციას შეეზღუდა ყველანაირი, ასე ვთქვათ, უფლება, რომელიც შეიძლება იქნას შეზღუდული საპარლამენტო ასამბლეაში. აქედან გამომდინარე, არის განპირობებული ის გადაწყვეტილება, რომელიც ივანიშვილის დელეგაციამ შემდგომ მიიღო და რაც ამ შემთხვევაში გულისხმობს იმას, რომ მათ დროებით საქმიანობას განხორციელებაზე უარი თქვეს. ეს იყო თითქოს მათი მხრიდან გამოხატული პროტესტი, მაგრამ რეალურად ეს პროტესტი ეფუძნებოდა სწორედ იმ მკაცრ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნა მიღებული და რომელიც მათ არ უტოვებდა არანაირ საშუალებას იმის, რომ რაიმე საქმიანობა განახორციელებინა. ასე რომ ეს უმნიშვნელოვანესი უპრეცედენტო გადაწყვეტილება არის ქართველი ხალხის მხარდაჭერა, არის ქართველი ხალხის მოთხოვნების აღიარება, ეს არის დასტური ძალიან ბევრი რამის, რის გამოც ხალხი გარეთ დგას ქუჩაში და იმედი გვაქვს, რომ ეს რეზოლუცია, ეს დოკუმენტი იქნება შემდგომში მრავალი სასიკეთო წინაპირობის საწინდარი.